საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით უკანასკნელ პერიოდში ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, რომელიც აისახა სახალხო დამცველის ანგარიშში, ბოლო ანგარიშში. საგულისხმოა, რომ აქამდე სახალხო დამცველის მხრიდან ასეთი მწვავე შეფასებები არ გვახსოვს და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მას რეალობა ადრეც ასე კრიტიკულად და ადეკვატურად შეეფასებინა, თუმცა მისი წლევანდელი ანგარიში არის მნიშვნელოვანი და საგულისხმო. განსაკუთრებით საგანგაშო არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც ეხება ბავშვთა შიმშილს, პოლიციელების მხრიდან ძალადობას და საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. 2025 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხება 399,947 ბავშვი, რომელთაგან 23,322 პირველად დარეგისტრირდა. ამასთან საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 270,629, ხოლო აღნიშნული დამხმარების პირველად მიმღებთა მაჩვენებელმა 12,868 შეადგინა. აქვე საგულისხმოა, რომ ბაზაში არის რეგისტრირებული 186,163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129,329 ოჯახი იღებს. ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველწლიურად ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შეათ. სახალხო დამცველმა გამოავლინა, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავების, ასევე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანასა და ადმინისტრაციულ შენობებში დაკავებულ პირებს პოლიციელები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა ხოლმე დაკავებული პირების უმძიმეს სხეულის დაზიანებას. დაკავებულ პირებს პოლიციელები აგინებდნენ, აშიშვლებდნენ, ბუქნებს აკეთებინებდნენ და ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავ და არასათანადო მოპყრობის სხვა შემთხვევებს. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და საზოგადოებაში განგაშიც ამტყდარა, ეს რომ არის სისტემური დანაშაული და ქართული ოცნების, აი ამ რეჟიმის სახე, ამაზე უკვე კითხვის ნიშნები საზოგადოებაში არ არსებობს. ქართული ოცნების პირობებში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, სწორედ ციხეებში არსებული სისტემური დანაშაულის ფონზე არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობა. პატიმრებს ხშირად არაძლევენ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას და ციხის ეს პრობლემები ეხებათ არა მხოლოდ მათ პატიმრებს, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც, რომელთაც ხშირად უწევთ უმძიმესი ზეწოლის ფონზე მუშაობა და ცალკეულ შემთხვევებში ამას მოჰყვება ხოლმე სავალალო შედეგებიც. სახალხო დამცველის გარდა საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა და შეაფასა საქართველოში არსებული უმძიმესი კატასტროფული მდგომარეობა და დიახ, ქართული ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის დროშით, რომელიც საზოგადოებას ჰპირდებოდა თავისუფლად სუნთქვას, იქცა სწორედ იმ ხელისუფლებად, იმ რეჟიმად, რომლის დროსაც ქვეყანამ განიცადა ადამიანის უფლებათა გაუარესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ვარდნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. დიდი მადლობა.